რამდენად სრულდება შრომის უსაფრთხოების გამკაცრებული რეგულაციები, ბოლო მონიტორინგის შედეგები აჩვენებს, რომ სამუშაო ადგილებზე რეგულაციების დარღვევების მაჩვენებელი იკლებს. წლის პირველი 8 თვის მონაცემების მიხედვით გარდაცვალების 12 შემთხვევა დაფიქსირებული, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით განახევრებული მაჩვენებელია. ამავე მონაცემების მიხედვით შემთხვევების უმეტესი ნაწილი სამშენებლო ობიექტებს უკავშირდება, სადაც უსაფრთხოების ნორმებისა და სტანდარტების დაცვა გამოწვევად რჩება. თუმცა სტატისტიკას მაინც საგანგაშოდ მიიჩნევენ პროფკავშირების წარმომადგენლები. სფეროს სპეციალისტები ყველაზე მაღალი რისკის შემცველ ობიექტებზე მონიტორინგის გაძლიერებას ითხოვენ. 12 გარდაცვლილი ასეთია მიმდინარე წლის 8 თვეში სამუშაო ადგილზე მომხდარი უბედურის შემთხვევების სტატისტიკა. შრომის ინსპექციის სამსახურში აცხადებენ, რომ გარდაცვალების ყველაზე ხშირი მიზეზი სამშენებლო სექტორში არსებული დარღვევებია. საქართველოში ყოველწლიურად მუშაობის პროცესში ათობით ადამიანი იღუპება, თუმცა წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით წელს ეს მაჩვენებელი განახევრებულია. ალბათ შეუერაღებელი თვალითაც მარტივად არის შესამჩნევი, რომ დღეს დასაქმებულები ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით გადაადგილდებიან სამშენებლო ობიექტზე. არის გაკეთებული კოლექტიური დაცვის საშუალებები, როგორც არის მუაჯირები, უსაფრთხოების ბადები. თუმცა დღესაც არის სამწუხაროდ ისეთი დასაქმებულები, რომლებიც ჯერ კიდე გარდამავალ ეტაპზე არიან და ისინი ამ ეტაპზე ახორციელებენ უსაფრთხოების ნორმების დაცვას. თუმცა ისე უნდა აღვნიშნოთ, რომ განსაკუთრებით მაღალი რისკის შემცველია სამშენებლო პროცესი, იქ არის ყოველდღიური სამუშაო პროცესი და შესაბამისად უფრო მეტი უსაფრთხოების ნორმების დაცვის აუცილებლობა არის. შრომის ინსპექციის სამსახურში აცხადებენ, რომ ბოლო წლებში სამუშაო ობიექტებზე დაშავებულთა რიცხვის კლება მათი მონიტორინგის შედეგია. სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის ინფორმაციით, ინსპექტირება ყოველდღიურად ტარდება. შემოწმების სიხშირე კი იზრდება. სამუშაო ადგილებზე არსებული უსაფრთხოების ზომებთან ერთად ასევე მოწმდება, როგორაა დაცული არასრულწლოვნების სამუშაო პირობები. გასულ წელს ჩვენ 30-მდე არასრულწლოვანთან მიმართებით გამოვავლინეთ შრომის კოდექსის დარღვევა, რომელიც უკავშირდებოდა ისეთ ადგილზე მათ დასაქმებას, რომელსაც არ ითვალისწინებს კანონმდებლობა და აკრძალული არის, ასევე მათთვის კაფიოდ და იმპერატიულად განსაზღვრული სამუშაო დროის დარღვევას, იმიტომ რომ უფრო მცირედი სამუშაო დრო არის კანონით გაწერილი, ვიდრე სრულწლოვან ადამიანთან მიმართებით. შრომის კოდექსის დათქმის დარღვევა ითვალისწინებს იმაზე მკაცრ პასუხისმგებლობას, ვიდრე იქნებოდა სრულწლოვანი დასაქმებულის მიმართ, შესაბამისად ჩვენ მოგვიწია ჯარიმების გამოყენება სამმაგი ოდენობით. სამშენებლო კომპანიებში აცხადებენ, რომ 7 წლის წინ ამოქმედებულმა შრომის უსაფრთხოების კანონმა შედეგი გამოიღო. მათი ინფორმაციით გაიზარდა ცნობიერება დასაქმებულებშიც, მაგალითად თუ წლების წინ მშენებლობაზე დასაქმებულები დისკომფორტის გამო თვითნებურად ამბობდნენ უარს ჩაფხუტის ტარებაზე, ახლა დაცვის ამ საშუალების მნიშვნელობა და რისკები გააცნობიერეს. სახეზე არის, რომ უფრო ამაღლებული არის როგორც დამსაქმებლების, ასევე დასაქმებულების ცნობიერება. ბოლო დროს ბიზნესი უფრო მეტ ყურადღებას აქცევს სამშენებლო ობიექტზე არსებულ უსაფრთხოების წესების დაცვას, რაც თავის მხრივ აისახება დასაქმებულთა მხრიდან, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ თავიანთი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას. პროფესიული კავშირების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ იმისთვის, რომ დასაქმებულებმა უსაფრთხო გარემოში იმუშაონ და ფატალური შემთხვევები კიდევ უფრო შემცირდეს, დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის ცნობიერება კიდევ უფრო უნდა გაუმჯობესდეს. თითო დასაქმებულში, თითო შრომის ინსპექტორი ვერ იქნება. თუ საზოგადოებას არ ჩაერთო იმპლემენტაციაში კანონმდებლობის, ბუნებრივია შედეგები კიდევ უფრო უკეთესი ვერ გვექნება და კიდევ უფრო უკეთესი შედეგები ნიშნავს იმას, რომ არა მხოლოდ შემცირება, არამედ გარანტირებულად ადამიანი, როდესაც სამსახურიდან სახლიდან სამსახურში მიდის, უკან მშვიდობით უნდა გაბრუნდეს. უბედურის შემთხვევების სტატისტიკით საქართველოში ყველაზე მაღალი საფრთხის შემცველი სფეროებია მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა, ელექტროენერგიისა და აირის მიწოდება, წყალმომარაგება, ნარჩენების მართვა, სამთო მოპოვებითი მრეწველობა და კარიერის დამუშავება.